გესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხსა დღეს გვექნება საინტერესო გაშლა, რომელსაც დავაწერ სარკეს და სარკე იმიტომ, რომ როგორც სარკეში ვიხედებით და ვხედავთ საკუთარ თავს, ისე დავინახავთ დღეს საკუთარ თავს აქ, სიმბოლოებსა და ნახატებში ტაროს მეშვეობით, ხო? ტაროს გამოყენებით, ასე რომ ვისთვისაც საინტერესოა თქვენ თავის დანახვა, ხო? ვინ როგორ გიყურებთ, თქვენ როგორ უყურებთ საკუთარ თავს და სინამდვილეში როგორები ხართ, ხო? აი ეს სამი ასპექტი, ვისაც აინტერესებს, ეს გაშლა გეძღვნებათ თქვენ. ძალიან საინტერესო საკითხია ვფიქრობ და ვისაც უფრო მოუნდება, უფრო ჩაუღრმავდეთ ამ თემას, გელოდებით უკვე ინდივიდუალურ სესიებზე, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამ საკითხზე, ნებისმიერ იმ საკითხზე, რაც თქვენთვის საინტერესოა და რასაც გინდათ გაშლის გაკეთება და ასევე ბედის მატრიცის სესიებზეც მსურველებს ველოდები. ყველანაირი ინფორმაცია ამ თემებთან დაკავშირებით მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში და ასევე თვითონ YouTube არხის ბიოგრაფიის ველში, ბიოგრაფიის რა ინფორმაციის ველში, ხო? რაღაცა ძალიან დავიბლუყე და დავიწყოთ. გვექნება ორი პოზიცია. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ორივე პოზიციას მოусმინოთ და შესაძლოა ორივეში დაიჭიროთ რაღაც ის, რაც მნიშვნელოვანია, რომ მოისმინოთ, გაიგონოთ ან დაინახოთ. პირველი პოზიცია და მეორე პოზიცია. მინდა ასევე ვთქვა, რომ ეს არის ნამდვილი ფირუსი, დაუმუშავებელი. უბრალოდ მე ძალიან უკვე წლების უკან შევიძინე და ფერიც ისეთი აქვს უკვე. ეს ძალიან იშვიათია, რომ ნამდვილი დაუმუშავებელი ფირუსი იპოვო. კარგი, დავიწყოთ. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია. ვინც ირჩევთ პოზიციებს და ვისაც უფრო დრო გჭირდებათ, დააპაუზეთ ვიდეო და შემდეგ განაგრძეთ ყურება. მე კი დავიწყებ ასე. პირველი პოზიცია. ვნახოთ. დღეს არ იქნება სიგნიფიკაციები, პირდაპირ დავიწყებთ. პირველი პოზიცია როგორ უყურებს საკუთარ თავს. პირველი პოზიციის თვალებით დანახული თვითონ, ხო? თვითონ პირველი პოზიცია, მისი თვალებით დანახული საკუთარი თავი. როგორს გიყურებენ სხვები და როგორი ხარ სინამდვილეში. საინტერესოა. კარგი, დავიწყოთ. როგორს უყურებ შენ საკუთარ თავს? ბორბალი. ერის ფორტუნა, იგივე, ხო? როგორს უყურებ, ხო? ნახეთ. მთვარე და მზე. ანუ თქვენ საკუთარ თავს აღიქვამთ როგორც აი მთვარესაც და მზესაც, ხო? აქ პირველი პოზიცია შესაძლოა ასე უყურებდეს, რომ ხან მთვარე ვარ, ხან მზე ვარ, ხან ორივე ვარ ერთდროულად. ჩემში ბევრი მრავალნაირი გამოვლინებაა, ხო? ბევრი სხვადასხვა მრავალფეროვანი ასპექტია. ასეთიც ვარ, ისეთიც ვარ, რაღაც ერთი არა ვარ. ასევე დინამიური ვარ. რაღაც აი როგორ თქვა, ჩემი გარკვეული ეტაპები მაქვს. აი როგორც მაგალითად მთვარეს აქვს თავისი ფაზები, ხო, ყველაფერს თავის ციკლურობა გააჩნია, ხო? მეც მაქვს ჩემი ფაზა და რაღაც კონკრეტულ ფაზებში შესაძლოა ასეთი ვიყო, ზოგ ფაზებში სხვანაირი. აქ ასევე თქვენ აღიქვამთ საკუთარ თავს საკმაოდ ის აი სამყაროს ისეთ ნაწილად, რომელიც აი სამყაროს ნაკადს უერთდება მარტივად. აქ მოკლედ და უფრო მარტივად რო დავახასიათო, უფრო ინტუიციურ ადამიანად აღიქვამთ საკუთარ თავს, რომელიც შეიგრძნობს ბუნების ცვლილებებს, ბუნების ფაზებს, ბუნების ციკლებს, ცხოვრებისეულ ცვლილებების ხასიათსაც მატერიალურ სამყაროში გამოვლინების გარეშეც გრძნობთ და იჭერთ. ენერგიების სახით, ხო, სიმბოლოების სახით შესაძლოა იყოს. ასევე ხედავთ საკუთარ თავში, რომ აი მე ვარ ისეთი ადამიანი, ან ზოგადად ისეთი არსება დედამიწაზე, რომელსაც აინტერესებს სამყარო, კოსმოსი, ბუნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, ეს კარმის საკითხებით შესაძლოა აქტიურად იყოთ დაკავებულები და თქვენ საკუთარ თავში აი ამ სურვილს, ან ამ ინტერესსაც ხედავდეთ, ხო? ბევრი რაღაც შემიძლია აქ თქვა, ძალიან ბევრი რაღაც შემიძლია აქ თქვა.
რო დავიწყო მე მგონი ძალიან გამიგრძელდება. ასევე საკმაოდ სიღრმისეულ პიროვნებათაც ხედავთ, ხო? ეგ არის რა სწორად ვთქვი მე მგონი, საკმაოდ საინტერესო პიროვნებად ხედავთ საკუთარ თავს, ასე უფრო სწორია. ძალიან სიღრმისეულად, ასევე აქ ისიც არის, რომ თქვენ უყურებთ საკუთარ თავში იმას, რომ მუდმივად რაღაცის კეთების სურვილი გაქვთ. კეთებაში გულისხმობ მუდმივად რაღაც მოძრაობა, ხო? რაღაცის გაკეთება, რაღაცის შექმნა. შესაძლოა ისიც იყოს, რომ თქვენ ცხოვრებაში ბევრი სხვადასხვა ფაზა იყოს. ბუნებრივია, ყველა ცხოვრებაში არსებობს ხო ფაზები, მაგალითად, ეტაპი, როდესაც წავედით სკოლაში, ეტაპი, როდესაც დავასრულეთ სკოლა, ეტაპი, როდესაც შევედით რაღაც განსაკუთრებულ ჩვენთვის ურთიერთობაში, ეტაპი, როდესაც დავოჯახდით. ბუნებრივია, ყველას გვაქვს ეს ცხოვრებაში, მაგრამ აი თქვენ საკუთარ თავში განსაკუთრებით გამოყოფთ რაღაც ამ ეტაპებს თქვენი ცხოვრების, ხო, რაღაც განსაკუთრებული თვალით უყურებთ ამ ეტაპებს. უფრო რაღაც სიღრმისეულ ასპექტებით შესაძლოა უყურებდეთ. ერთი სიტყვით, აი ასეთ ადამიანად უყურებთ თქვენ საკუთარ თავს და შეიგრძნობთ თქვენ საკუთარ თავს. შეგვიძლია უფრო კიდევ რაღაც გავაპრაქტიკულოთ და უფრო ესეთ პრაქტიკულ დონეზე გვაჩვენოს ტარომ, აი პირველი პოზიცია კიდევ როგორს ხედავს საკუთარ თავს. პირველი პოზიცია. აი, როგორს ხედავს საკუთარ თავს. საკმაოდ ადამიანს, რომელიც უკეთეს იმსახურებს, აქ შესაძლოა ბევრი ქალბატონი იყოს, იმიტომ რომ საკმაოდ ფემინური ენერგია, თუმცა რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი მხოლოდ ქალებს გქონდეს ფემინური ენერგია, როგორც გუშინ ზუსტად აი ამ საკითხზე ჩემს ერთ-ერთ კლიენტს ვესაუბრეს ის დროს, რომ ყველას გვაქვს ფემინური ენერგიაც და მასკულინური ენერგიაც, ხო? შესაძლოა მამაკაცი იყოს მაგალითად, რომელიც უფრო მასკულინური ენერგიითაა დაინტერესებული, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველაში არის მამაკაცური, ანუ მასკულინური ენერგია და ფემინური. თვითონ ბუნებაშიც არის ეს ჩადებული და ეს ჩვეულებრივი რაღაც არის, ანუ ამას ეს არ ნიშნავს ცუცს. ხო, რა თქმა უნდა, არანაირად. და აქ პირველი პოზიცია საკუთარ თავს უფრო ფემინურ ენერგიებში შესაძლოა აღიქვამდეს, აი უფრო შექმნა, მატერია, რომ მე რაღაც ახალი შევიძინო, ხო, ამბიციებიც არის. ბუნებრივია, ყველას გვაქვს სხვადასხვა სახის ამბიცია, აქ პირველ პოზიციასაც აქვს თავისი ამბიცია, თავისი ინტერესი, რომ რაღაც შექმნას, რაღაცაში ჩადოს თავისი იდეები, ხო? კარგი ხარისხი, ცხოვრების კარგი, მაღალი ხარისხი, ესეც არის აქ, რომ აი კომფორტი მქონდეს, ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიყო, მაგრამ აქ ისევ არის ციკლურობა, ხო? რაღაც აი ბუნებასთან ძალიან ისეთი ინტუიციურ კავშირს გრძნობთ და თქვენ თავსაც აი მე მაინც ამას ვუბრუნდებ, რომ თქვენ თავსაც აი ასე აღიქვამთ აქ. ოკეი, ნახოთ სოციუმი როგორ ხედავთ, ხო? სოციუმი როგორ ხედავს. პირველ პოზიციას სოციუმი ხედავს აი რაღაც ერთგვარ განდეგილსაც. ეს არ არის განდეგილის არკანი, მაგრამ ძალიან გავს და ჩემი ასოციაცია პირველად, როდესაც ეს კარტი ვიხილე, ზუსტად განდეგილი მომივიდა, ზუსტად იგივე ფანრით და ჯოხით და ასეთი ისეთი მოსახურით, ხო? ასეთი ისეთით. ხო, ასე რომ სოციუმი თქვენში ხედავს უფრო ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რაღაც გადაიარა. ბევრი ზამთარი გაიარა მარტო ეულად გამოწვევების წინაშე, ხო? ასევე ადამიანები ხედავენ თქვენში საყრდენსაც, იცით, რაღაც სიძლიერეს. თქვენში ეს იგრძნობა, სოციუმით ამას გრძნობს, რომ თქვენ ხართ ძლიერები. და აი როგორ თქვა? ქართულად ახლა ვფიქრობ, როგორ თქვა? რა არ არის ქართულში ამის ანალოგი. აი მაშინ ასე ვიტყვი. აი ყველა მგელს აქვს თავისი team, ხო? ჯგუფი, ასე რომ ვთქვათ, ჯგუფი არა, მაგრამ რაც ქვია რა, მაგას რომ მე ძალიან დამავიწყდა ყველაფერი ქართულად არ შემიძლია. ძალიან რთულია, როდესაც
სხვა ენებს იყენებ, უფრო ხშირად ვიდრე ქართულს. ქართულსაც კი ვიყენებ, მაგრამ რა ვიცი, ჩემი გონება არ ფიქრობს ქართულად, რა გავაკეთო, ვერ უშვები ამ ფაქტს ვერაფერს. ერთი სიტყვით მგლები ხო ხშირად ერთად მოძრაობენ, ერთად დადიან, ხო? ერთი ოჯახი არიან, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ არის ისეთი მგლებიც, რომლებიც მარტო მოძრაობენ, ხო? Alone wolf, აი რაღაც ასეთი, ხო? აი აქ არის უფრო ასეთი ადამიანი, რომელიც აი მარტო არის. მას არ აქვს თავისი გუნდი არ ყავს, ხო, ასე რომ ვთქვათ, ის თავისთვის არის. ის თვითონ გადის თავის გზას, ის არ მიმართავს სხვას, მას როდესაც უჭირს, ის არ ეწუწუნება ვინმეს, თავისთვის არის, თავისთვის სადღაც მიდის, ხო? მას გაჩნია საკუთარი სიბრძნე, მისი ისეთი პრაქტიკული გამოცდილება, რაც დააგროვა მაგალითად ამ ინკარნაციაში და ასევე წინა ინკარნაციებშიც, რასაც ეყრდნობა ახლა მის და ისე რომ თვითონაც შესაძლოა არ იცოდეს, ხო, არაცნობიერად. ან ქვეცნობიერად. და ზოგადად ისიც არის აქ, რომ სოციუმი თქვენში საკმაოდ სივ ადამიანსაც ხედავს, ხო? უემოციოს რაღაც მომენტებში, თუმცა იმას გრძნობენ, რომ იმიტომ რომ შესაძლოა ბევრი ტკენა, ბევრი ტკივილი, ბევრი რაღაც სირთულე გაიარა მის ცხოვრებაში და აი ამის ფონზე ადამიანს უჭირს გახსნა, ადამიანს უჭირს ნდობა და აი ასე არის, ხო? უფრო მეტად ადამიანი. მოდი კიდევ ვკითხოთ. კიდევ როგორც ხედავს სოციუმი. აქ სოციუმი აი აქტიურად გრძნობს თქვენში ტრანსფორმაციას. არ ვიცი ახლა თქვენ უზიარებთ, ან თქვენზე იციან ადამიანებმა თქვენი ისტორია ან არა. ზოგადად აქ გაერთიანებული არის ამ კითხვაში ნებისმიერი სხვა ადამიანი, ხო? თქვენს ირგვლივ, თქვენს ცხოვრებაში ვინც არის. აქ აშკარა ისიც იმასაც გრძნობს სოციუმი და ისეთსაც გიყურებენ, რომ აი პირველ პოზიციას აქვს რაღაც თავისი რუტინა. აი სადღაც ცხოვრობს გამოქვაბულში თავისთვის, რაღაც საქმე აქვს თავისი და იქ აკეთებს, ხო? რაღაც არის დაკავებული თავისი ჰილინგით. შესაძლოა ადამიანებს ეხმარებოდეს. შესაძლოა იყოს ვიღაცა ისეთი spiritual coach, ხო? ვიღაც ვინც ეხმარება სხვა ადამიანებს, რომ სხვა ადამიანებმა ჩაყვინონ საკუთარ თავში, გაეცნონ საკუთარ თავს, დაუბრუნდნენ საკუთარ თავს, სადაც ასევე შესაძლოა პირველი პოზიცია ეხმარებოდეს სხვებს ფსიქოლოგიური კუთხით, ენერგიული კუთხით, ფიზიკური კუთხით, ხო? ეს ასპექტებიც შესაძლოა იყოს და ამიტომაც სოციუმი უფრო აი ამ რაკურსში ხედავდეთ. მაგრამ ზოგადად საკმაოდ აქ არსად არ არის სოციალური პეპელას ენერგიები, ხო? აქ არ არის რომ მე ექსტრავერტი რაღაცა გახსნელი იქეთ, აქეთ, არა. სოციუმი ხედავს თქვენში სიღრმისეულობას, რაღაც ინტროვერტულობას, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველი პოზიცია ინტროვერტია, რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ სოციუმი ხედავს უფრო მეტად თქვენში აი ამას, სიღრმისეულობას, მიმზიდველობას ხედავს თქვენში, ანუ თქვენ საინტერესო ადამიანი ხართ, მაგრამ ბევრისთვის ვერ ხართ, იმიტომ რომ არა აქვს ბევრს იმის უნარი, რომ თქვენ ჩაგწვდეთ, ხო? არა აქვს ბევრს ამის რესურსი. ადამიანებს უყვართ სიმარტივე, ხო? და აქ პირველი პოზიცია ძალიან სიღრმისეულია. ძალიან ღრმაფენიანია და ის არ შედის მარტივად ურთიერთობებში. ამიტომ ადამიანებს უჭირთ თქვენი წაკითხვა. უჭირთ იმ ვიბრაციებზე ყოფნა, რაზეც თქვენ ხართ მაგალითად, ხო? ანუ ასე ვიტყოდი, პირველი პოზიცია აქ არ არის ესეთი ადამიანი, ვინც ყველასთან შევა კომუნიკაციაში, ურთიერთობაში, ხო? არა ხართ ასეთი. თქვენთვის სიღრმისეულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა და სულიერი განვითარება. ეს ასპექტები აქ ძალიან აი წამყვან პოზიციებზე გამოდის აქ პირველ პოზიციასთან და სოციუმიც ამას გრძნობს. ვიტყოდი, აი პირველი პოზიცია როგორც აღიქვამს საკუთარ თავს, სოციუმიც მიახლოვებით ამ რაკურსში აღიქვამს, უბრალოდ თქვენ კიდევ საკუთარ თავს უფრო რაღაც მაინც მრავალფეროვნად აღიქვამთ და სოციუმი მაინც აი იმ პრიზმიდან იყურება, რომ აი ამ ასეთი გზა გაიარა და ახლა კიდევ რაღაცებს მუშაობს საკუთარ თავთან, მაგრამ აი ყველგან ის არის, ყველგან რაღაც ცოტათი იზოლაცია იგრძნობა სოციუმიდან და სოციუმიც გრძნობს ამას და აი რაღაც სოციუმის თვალებით პირველი პოზიცია ისეთი საინტერესო ადამიანია, ვინც თავისთვის არის, ხო? აი ვიღაცა ისეთი სულიერი ადამიანი, რომელიც სულ რაღაცებს სწავლობს, სადღაც ვითარდება, ძალიან საინტერესოა, მაგრამ ბევრს რთულად ესმის თქვენი.
ბევრისთვის რთულად გასაგები პიროვნება ხართ. ხო, ეს რა თქმა უნდა არ არის თქვენი პრობლემა, ეს უკვე იმ ადამიანების საკითხია და თემა, ვინც ასე გიყურებთ თქვენ, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ არის სულიერი განვითარების სიძლიერე, სურვილი და სიღრმისეულობა. სინამდვილეში როგორია პირველი პოზიცია? სინამდვილეში ძალიან ცოცხალი. ნახეთ, აი არსად არ ამოვიდა ცეცხლის ენერგია, სხვათა შორის მინდა ვთქვა. არც იმაში თუ როგორ უყურებს პირველი პოზიცია საკუთარ თავს და არც სოციუმი არ გხედავთ ცეცხლის სტიქიებში, ხო, ხმლები ამოვიდა. და სინამდვილეში ცეცხლის სტიქი ამოვიდა. ანუ სინამდვილეში თქვენი სული ძალიან ცოცხალია, ძალიან კრეატიულია, ძალიან შემოქმედებითი და თქვენც ძალიან მოქნილი ადამიანი ხართ. მოქნილი რა კუთხით? ენერგიული. სულ გინდათ ისაკეთოთ, ესაკეთოთ, აქეთ, იქეთ, ისიც, ესეც და ოპტიმისტური. რაღაც დრაივია თქვენში, შინაგანი დრაივი, რომელიც არ ქრება, კოცონი, რომელიც არასდროს არ ქრება. სინამდვილეში კიდევ როგორია აქ პირველი პოზიცია? სინამდვილეში კიდევ როგორია აქ? ეს რა არის? კაი, აქ ახლა მე მინდა რომ გავერკვე. რა რაკურსით არის ეს ამბავი აქ? წუთით ვნახოთ. და მე გეტყვით. კარგი. აქ რა არის? აქ რა გვაქვს? ის რომ სინამდვილეშიც აი მომენტებში სინამდვილეში პირველი პოზიცია ხშირად არის რაღაც ისეთ სინამდვილეში არის თქვენ შეცეცხლოვანი ენერგია, თუმცა აქ დავარდა. ნუ არის შინაგანი ცეცხლი, რა თქმა უნდა, აქ პირველ პოზიციაში, მაგრამ არის აქ რაღაცნაირი ისეთი მომენტი, რომ პირველ პოზიციაში არის ეს რაღაც ზედმეტი ფიქრის მომენტი. აი ეს იგრძნობა, რომ აი ვზივარ და ვფიქრ. და ამოვიდა ისევ ის, რაც საიდანაც დაიწყო ყოფილი სპორტმა. აი ბევრი ფიქრი არის აქ. რაღაც წრეზე ტრიალი, ხო? შესაძლოა აქ პირველ პოზიციას ესეც ახასიათებდეს, რომ წრეზე ტრიალებდეს და სინამდვილეშიც არის ეს მომენტი, პირველ პოზიცია არის რეალურადაც ასეთი, რომ აი რაღაცა იჯდეს და ფიქრობდეს, აი რაღაც ციკლზე იყოს გაჭედილი, ასე რომ თქვა, ხო, ჩახვეული იყოთ აი ამ რაღაც ერთ ტრიალზე, აი ვინილის დისკები რო არის, ხო? აი ესე რომ ტრიალებს ფირფიტები, ვინილის ფირფიტები, ხო, ასე რომ ტრიალებს, ხო? რო გაფუჭდება. აი ისეთი მომენტები შესაძლოა გქონდეს პირველ პოზიციას, მაგრამ სინამდვილეში კიდევ როგორია პირველი პოზიცია? ბოლო წუთი. თუ ესეთი მელანქოლიური არა. ნუ ტრანსფორმაციები უჭირს სინამდვილეში პირველ პოზიციას, აი ამას ვიტყვი. პირველ პოზიციისთვის რთულია ტრანსფორმაციებში გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი სურვილი ამისი არის, ხო, სურვილი აქვს პირველ პოზიციას, რომ რაღაცა ცვლილება მოახდინოს, მაგრამ აი ძალიან რთულია პირველ პოზიციისთვის რაღაცეების გაშვება და ახალში გადასვლა. აი ეს მომენტი აი არის თქვენს პერსონალიტში იგრძნობა და აი ამას ვცდილობდი ამის გაგებას ამდენი ხანი კარტებით, ხო? აი არის აქ პერსონალში ის მომენტი, რომ ზის პირველი პოზიცია, ან რაღაც რომ მოწონს, ან ვიღაც რო უყვარს, ან რაღაც, ხო? აი არის და ზის, ხო? სიჯიუტეც შესაძლოა იყოს ასევე ამ გამოვლენაში, აი ძალიან ერთგულიც არის აქ პირველი პოზიცია, ხო? ეს გამოვლენებაც შესაძლოა იყოს აქ. მაგრამ აი ეს განახლება და რაღაც ახალში გადასვლა აქ ძალიან ისეთი საკითხია, ცოტა რთული არის აქ პირველი პოზიციისთვის. ესე იგი, ძალიან საინტერესოა აქ. თქვენ საკუთარ თავს აქ ძალიან საინტერესოდ უყურებთ. სოციუმის პრინციპში საინტერესოდ გხედავთ. კიდევ როგორია აქ პირველი პოზიციის ინდუში.
პირველი პოზიცია აქ ესეთი ძალიან გულჩათხრობილი, მინდა ვთქვა კიდევ, ძალიან გულჩათხრობილი, ხო? აი, ახლოს მინგაქვთ ყველაფერი შესაძლოა გულთან, ბევრს ფიქრობს, ძალიან ბევრს ფიქრობს აქ პირველი პოზიცია, ძალიან ბევრს ფიქრობს. და აი ამ ფიქრებიდან გამომდინარე ცვლილება არ იგრძნობა აქ. და არის რაღაცა აი ასეთი ის ენერგია, ის ზედმეტი ფიქრის, ბევრის ფიქრის, თუმცა სულ ცდილობს აქ მე მგონი პირველი პოზიცია, სულ ჩაუყრონდეს საკუთარ თავს, ასე არა? კი, სულ ცდილობს პირველი პოზიცია, რომ საკუთარ თავს რაღაც გაეცნოს, სიღრმეში ჩავიდეს. აი ძალიან გავს აქ განდეგილის არქეტიპს, პირველი პოზიცია თუ როგორია სინამდვილეშიც, ხო? ძალიან გავს განდეგილის არქეტიპს. კარგი, მოდი ვნახოთ მაშინ აი როგორი რა გამოვლინება აი ამ ასპექტებიდან, როგორი გამოვლენა თქვენი თავის, თქვენი მეს, როგორი ელფერი უფრო მეტად დახვეწოთ, განავითაროთ საკუთარ თავში. ფემინური ენერგიის. აი უფრო მეტად განავითარეთ საკუთარ თავში შექმნა. თქვენი ბევრი იდეის რამეში ჩადება. თქვენი ბევრი აი როგორ თქვა, თქვენ აზრებზე ფორმის მიცემა, ხო? ისევ პროექტებზე და იდეებზე აქ საუბარი. აი მაგალითად მე რაღაც მინდა, ხო? და აი ეს რაღაც ჩემი იდეა, აზრი, რაღაც ფორმა მივცე და რაღაც შევქმნა ამისგან. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტი კრეატიულობაც ასევე, უფრო მეტი მჭიდრო კავშირი ბუნებასთან, უფრო მეტი კავშირი აი ბუნებასთან, ჩვენს საწყისთან, რომელიც ასევე ფემინურ ენერგიასთანაა ისევ კავშირში, იმიტომ რომ ისევ დედოფლის არკანი ამოგვევდა, ხო? ბუნებასთან, ტყესთან, სიმწვანესთან, ცხოველებთან. აი ეს აქ ძალიან დაეხმარება აქ პირველ პოზიციას საერთოდ ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ამ კონკრეტულ ასპექტში განსაკუთრებით პირველ პოზიციასთან, ხო? უფრო მეტად გააკეთოთ ისეთი ნაბიჯები, სადაც ხელმძღვანელობთ თქვენი ინტუიცია, არა თქვენი გონება და ბევრი ფიქრი და შიში, არამედ თქვენი ინტუიცია, თქვენი შინაგანი ხმა. და უფრო მეტად ისე დადგათ ნაბიჯები თავდაჯერებულად, უფრო მეტად თავდაჯერებულები იყოთ საკუთარ თავში, სოციუმის წინაშეც, ხო? ავსოთ საკუთარი თავი ისეთი ენერგიით, რომ აი სხვისგან არავისგან აღარ მჭირდება ენერგია მე, იმიტომ რომ ავსებული ვარ, ხო? აი ეს, რის შედეგადაც სხვა ადამიანებით შემდეგ უფრო მოიზიდებიან თქვენთან, ხო? ის ვინც საჭიროა მაგალითად. ან თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ აი რაღაც ერთმოაზროვნე ადამიანების კოლექტივი არ გყავთ, ასე რომ ვთქვათ, ახლო მეგობრების წრე, რომლებიც იზიარებენ თქვენ შეხედულებებს, ხო? აი ამ შემთხვევაში ეს რჩევა გადასარევი იქნება. ან სასიყვარულო ურთიერთობაში ელოდებით იმ პარტნიორს, ვინც როგორიც გინდათ, ან როგორი ფორმატიც გინდათ, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში აქ პასუხი არის ის, რომ განავითარეთ საკუთარ თავში ის კავშირი საწყის ბუნებასთან, რაც ჩვენ მოგვაკლდა უკვე და ყოველ დღე უფრო და უფრო გვაკლდება. და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ, უკვე დაწყებულია და ეს ყოველ დღე მიდის, სიმწვანე გვაკლდება და არავინ არ რეაგირებს ამაზე და როდესაც სიმწვანე არ დარჩება, ჩვენ არ გვექნება ფესვები ჩვენს ბუნებასთან. და ეს არის კატასტროფა. ბევრი ახლა ამას ვერ იაზრებს, მაგრამ ხე რო არ იქნება რას ვისუნთქებთ. ყველაფერს თავი რო დაანებო. სხვა რამეებზე რო არ ელაპარაკო, ხო? და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ამაზე არავინ არ ფიქრობს. ყველა ფიქრობს მარტო ჩაცმა დახურვაზე და ჭამაზე და კვებაზე და არავინ არ ფიქრობს ბუნებაზე და არავინ არ ფიქრობს თუ როგორ ვიქნებით, როდესაც ბუნება აღარ იქნება. და ამოიწურება რესურსი. ხო, აი, აქ პირველ პოზიციას დროა რომ დაუბრუნდეს ამ ყველაფერს. და საერთოდ ყველა ადამიანს მოგიწოდებთ ამას, მარტო პირველ პოზიციას არა თქმა უნდა, მაგრამ რადგანაც პირველ პოზიციას ვსაუბრობთ. ცხოველები, ბუნება საკუთარ თავთან საკუთარ თავის ავსება იმის კეთებით, რაც თქვენ მოგწონთ, რაც თქვენ გავსებთ, რაც თქვენ თვით შეფასებას გიწევთ ჯანსაღ რაკურსით, რა თქმა უნდა.
არ გულისხმობ სხვა ადამიანებით საკუთარ თვითშეფასების აწევას, ამიტომაც გავუსვი ხაზი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესოა აქ პირველ პოზიციას ვურჩევ, რომ უფრო მეტად თამამად გამოვლინდეს სოციუმში, უფრო მეტად თავდაჯერებული იყოს საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში და არ იჯდეს მის კომფორტულ ზონაში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოები ხართ და სამყარომ უნდა დაგინახოთ, სამყარომ უნდა გაგიცნოთ, სამყარომ სურვილი აქვს, რომ თქვენ უფრო აქტუალურად გამოამჟღავნოთ, საკუთარი შესაძლებლობები და გამოვლინდეთ, უფრო კვეთრად, ასე რომ ვთქვათ, ხო? მთელი თქვენი green woman, მწვანე ქალის ენერგიით, ხო? ასე რომ ასეთი რჩევა იყო აქ პირველ პოზიციასთან, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო. რატომაც არა, ხო? მადლობა პირველ პოზიციას და ვისთვისაც ეს იყო საინტერესო, რეზონირებს, რაღაც საინტერესო მოისმინეთ, ან რაღაც საჭირო მოისმინეთ, არ ვიცი, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში რეზონირებს, დალაიქეთ ეს ვიდეო, დატოვეთ თქვენი უკავშირი, ასევე შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი აზრი, იდეა თუ რა საკითხთან დაკავშირებით მოისურვებდით კიდევ საჯარო გაშლის მოსმენას. ასე რომ მადლობა პირველ პოზიციას კიდევ ერთხელ, მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ სესიებზე. მე კი გადავალ მეორე პოზიციასთან. მივესალმები მეორე პოზიცია, ვინც აირჩია და ნახოთ, ხო, დავიწყოთ მეორე პოზიცია. ნახოთ, აბა მეორე პოზიცია. ყველა არ არის მზად, რომ ასეთი ტიპის გაშლები მოისმინოს. სარკეში ყველასთვის მარტივი არ არის ჩახედვა და სიღრმეში ჩახედვა, ხო? ყველა არ არის ამისთვის მზად. ასე რომ, ვინც მზად ხართ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მინდა გითხრათ. კარგი, ვნახოთ, თვითონ მეორე პოზიცია როგორ ხედავს საკუთარ თავს. სოციუმი, ირგვლივ ადამიანები როგორ ხედავენ მეორე პოზიციას და სინამდვილეში მეორე პოზიცია როგორია. თვითონ მეორე პოზიცია როგორ ხედავს საკუთარ თავს. ეს აქ რა გვაქაბა? როგორ ხედავ? ძალიან კომუნიკაბელურს ხედავთ თქვენ საკუთარ თავს. ძალიან მინდა რომ გამოჩნდეს ესენი. ძალიან კომუნიკაბელურს ხედავთ საკუთარ თავს. თქვენ უფრო მეტად ხედავთ რას, იცი? მე სამყაროს გავცემ და მეც ვიღებ, ხო? რასაც გავცემ, იმას ვიღებ. რაღაცა ისეთი უფრო ბალანსირებული პიროვნება, რომელიც რაღაცნაირად ისეთ კონტაქტშია საკუთარ თავთანაც, სამყაროსთანაც, მიუხედავად ჩელენჯებისა, მზად არის კოოპერაციისთვის, ასე რომ ვთქვათ, ხო? ფიქრობ საკუთარ თავზე, რომელმაც იცის რა სურს, იცავს თავის ინტერესებს, იცავს თავის სივრცეს, მაგრამ მზათა რომ რესურსი ჩადოს, ხო? რაღაცეები გააკეთოს. მიდგეს, მოდგეს, ასე რომ ვთქვათ. სხვათა შორის საკმაოდ შრომის უნარიანათაც ხედავთ საკუთარ თავს აქ, რაღაც დაუღალავათაც, მუდმივ კურდღელად, რომელიც სულ სადღაც მიიჩქარის, ხო? რაღაცებს აკეთებს, უმკლავდება რაღაც ჩელენჯებს, შინაგან სიძლიერესაც ხედავთ საკუთარ თავში, რომელიც თუ საჭირო იქნება, რაღაც, როგორ თქვა, თუ საჭირო იქნება დათვათაც გადაიქცევით, ხო? პენტაკლების დედოფალი აქ დათვი ყავს. დათვათ არის გამოსახული, თუ საჭირო იქნება დავიცავ კიდევაც, ხო? თუ საჭირო იქნება შესაბამის ზომებსაც მივმართავ, თუ საჭირო იქნება დაგწვავ ჩემი ენერგიით, ჩემი მზე გადაიქცევა ვულკანად. ხო, ესეც არის აქ. აქ შვენ ისე ხედავთ რა, მშვენივრად პრინციპში. ესე იგი აქ უფრო მეტად პირველი პოზიცია ხედავს საკუთარ თავს, რომ კომუნიკაბელური, ხო, სულ პენტაკლები ამოდის, სულ ბევრი პენტაკლი მიწისტიქია, ბევრი მიწისტიქი ამოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხედავთ საკუთარ თავს უფრო მეტად რაღაც ახლა ბოლომდე გაწონასწორებული და 100%-ით ჰარმონიაში, მარტო ესეთი გურუები არიან, ვინც რაღაც ძენშია გასული, ხო, ასეთი რო იყო ყოველდღიურობაში, ძალიან რთულია და თითქმის არარეალურიც კი ცოტათი, თან საქართველოში განსაკუთრებით. მაგრამ
მეტნაკლებად ამ ყველაფრიდან გამომდინარე თქვენ ხედავთ საკუთარ თავს სავსებით ისეთ გაწონასწორებულ პიროვნებად ან ისეთ პიროვნებად რომელიც ინარჩუნებს წონასწორობას მიუხედავად გარემო ფაქტორებისა ხო პიროვნება რომელიც სტაბილურია პიროვნება რომელიც მაგალითად რომლითთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახი ახლო ადამიანები საყვარელი ადამიანები მათი დაცვა გაქვთ თქვენი შეხედულებები რომლებსაც იცავთ ძალიან ისე ხო? ნუ აი უფრო მეტად ასეთ რაღაცებს ხედავთ საკუთარ თავში. ასევე სიჯიუტეც ხო თუ საჭიროა ჯიუტიც ვიქნები. ნუ უფრო ასეთი რაღაცეები არის აქ. პრინციპში დასამატებელი აქ არა, მაგ არაფერი, იმიტომ რომ ნუ გასაგებია. როგორცაც ხედავთ, სოციუმი, როგორც ხედავთ. ვარსკვლავი, ნუ სოციუმი გიყურებთ და იღებს თქვენგან მაგალითს მე ვიტყოდი. აბა როგორც ხედავს აქ სოციუმი მეორე პოზიციას, აბა კიდევ ერთხელ. აქ სოციუმი ძალიან ისე გიყურებთ რა, რაღაც მასშტაბურად. სოციუმისთვის თქვენ ძალიან ისეთი ადამიანი ხართ რაღაცა. ვაუ, საკმაოდ ინტუიტიურ პიროვნებას ხედავს სოციუმი თქვენში, რაღაც ისეც შთამაგონებელს. ხო, არ გამოურიცხავ ასევე, რომ შესაძლოა თქვენ სოციუმში მოღვაწეობდეთ რაღაც ისეთ სფეროებში, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. შეიძლება ეს იყოს ხელოვნება, ან ესეთი, სადაც არის სულიერი მხარე, ჩვენი მენტალური მხარეც, ფსიქოლოგია მაგალითად, ან არ ვიცი, ხო, აქ მასწავლებელი შეიძლება იყო ადამიანი, ან კიდე საერთოდ სხვა პროფესიის ადამიანი შესაძლოა იყო, მაგრამ ისეთ რაღაცას აკეთებდე, რომ შთაგონებას აღვიძებდე სხვა ადამიანებში, ხო? სილამაზის განცდას ესეც და სოციუმისთვის მნიშვნელოვანია თქვენი ფიგურა, ასე რომ ვთქვათ. აქ სოციუმი თქვენ რაღაც სხვა საფეხურზე გხედავთ, უფრო მაღალ საფეხურზე გიყურებს სოციუმი. ასევე აქ იგრძნობა აშკარად დახმარებაც. რომ აი სოციუმი თუ რამე გიყურებთ თქვენ, ხო? ან შეგნატრით, ან მოგმართავთ თქვენ, ან სურს თქვენგან რაღაცის გაგონება, მოსმენა, ხო? და თასების დედოფალი აქ სხვათა შორის თქვენ უყურებთ საკუთარ თავს პენტაკლის როგორც პენტაკლის დედოფალი და სოციუმი ხედავს თქვენში თასების დედოფალს. უფრო ისე სიღრმისეულ, ინტუიციურ, მაგრამ ვნახოთ ახლა რა კუთხით არის ეს უფრო კონკრეტულად. ესე იგი, აქ სოციუმი ხედავს მეორე პოზიციაში თასების დედოფალს. პიროვნებას და თქვენც ხედავთ ამას საკუთარ თავში, მზეს თქვენც ხედავთ. პიროვნებას, რომელიც ავსებს. პიროვნება, შესაძლოა ეს თქვენი სამსახურიც კი იყოს, ხო, სხვების ავსება. ენერგიულად. სოციუმი თქვენში გრძნობს ძალიან ისეთ ენერგიას, სითბოს, სიყვარულს, ზრუნვას, მზრუნველობა იგრძნობა აქ და თქვენ ხედავთ საკუთარ თავში ამას, მაგრამ თქვენ უფრო პრაქტიკული კუთხით ხედავთ ამას და სოციუმი კი ხედავს უფრო მეტ ემოციას თქვენში, უფრო მეტ ენერგიულობას. აქ სოციუმი გრძნობს, რომ თქვენ ხართ ძალიან ისეთი ემპათიური, მზრუნველი, ყურადღებიანი, მიმღები უფრო სწორად, მიმღები ადამიანი, ხო, გამგები, რომელსაც აქვს თავისი სიბრძნე, რომელიც ადაპტირდება ნებისმიერ ესეთ რთულ სიტუაციაში. ესეც ნუ არ ვიცი, აქ ძალიან ისეთად გხედავთ სოციუმი რა. აქ სოციუმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. თქვენი შეხედულება, რაღაც ისეთი ფიგურა ხართ აქ. მნიშვნელოვანი ძალიან სოციუმისთვის. სავარაუდოდ თქვენი მოღვაწეობიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ასე, ხო? ესე იგი, ასეთი ვარსკვლავია მეორე პოზიცია სოციუმისთვის. სამართლიანობის მიხედვით კი, ხო? ნუ ვიღაც ისეთი ხართ, ვერდიქტის გამომტანი. არ ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი, ციური მნიშვნელოვანი სხეული ხართ სოციუმისთვის. საინტერესო აქ მართლა ნუ რა ხდება თქვენთან, იმიტომ რომ ნუ ისეთი არკანები ჯდება, არკანებითან, ხო? ვისაც არ დაგეზარებათ, გამიზიარეთ, მაინტერესებს, ხო? კარგი. სინამდვილეში როგორები ხართ? ეს რა არის, ასეთი კარტები და ეს ბოლო რა არის? კარგი, ვკითხოთ, გავერკვეთ. სინამდვილეში როგორია მეორე პოზიცია? აბა, სინამდვილეში როგორია მეორე პოზიცია? გვაჩვენეთ.
სინამდვილეში აქ სინამდვილეში თქვენ სულ ვითარდებით. სინამდვილეში თქვენ ძალიან ესეთი შინაგანი სიბრძნის პატრონი ხართ. არ არის აუცილებელი ახლა იყოთ რაღაცა ისეთი ასაკის, ხო, რომ ამბობენ, რომ აი ამ ასაკში სიბრძნე გემატება, რა თქმა უნდა არა. შესაძლოა თქვენი წინა ინკარნაციებით იმდენი ინფორმაცია გქონდეთ და იმდენი ცოდნა დაგროვილი, რომ ამ ცხოვრებაში, ამ ინკარნაციაში უკვე, გააქვთ, ხო, ეს თანდაყოლილი სიბრძნე და всё, ამას ვერ წაიღებ, არის ეს ყველაფერი. იგრძნობა ეს ყველაფერი. შესაბამისად, სინამდვილეში თქვენ ძალიან ბევრი რამ იცით, სამყაროს შესახებ, ადამიანების შესახებ, ხო, ბევრი რაღაც იცით, ბევრი ინფორმაციას ფლობთ. ან გაინტერესებთ, კიდევ უფრო სიღრმისეულად წახვიდეთ ამ ყველაფერში. მაგრამ ეს ორი ერთმანეთს არ განმორიცხავს, რა თქმა უნდა. ეს დედოფლის არკანი, რას გულისხმობს აქ, როგორია სინამდვილეში მეორე პოზიცია. ემპათიური. აქ ძალიან ემპათიური და აქ იგრძნობა ასევე ესეთი სიღრმისეული ინტუიცია მაგიური შესაძლებლობებით, ხო? მაგიური შესაძლებლობები ახლა ისეთი ნათქვამია. გაპოპსავებული ეს სიტყვა მაგიური ძალიან გააპოპსავეს, თორე იდეაში მაგიაა ინტუიცია და მაგიაა სიტყვა საუბარი და ეს ყველაფერი, ხო? ასე რომ აქ ძალიან ისეთი ძლიერი ინტუიცია აქვს მეორე პოზიციას. ძლიერად და მკვეთრად გრძნობს საკუთარ შინაგან ხმას და მიყვება მას. ბუნებისიც ძალიან კარგად ესმის, აი სიმბოლიზმი, შეგრძნება რაღაცეების, ეს ყველაფერი და მკურნალის ენერგია. აქ ძალიან არის თქვენში მკურნალის ენერგია, განკურნების ენერგია. არ არის აუცილებელი ვინმე ელაპარაკო, შესაძლოა უბრალოდ თქვენი იქ ყოფნა ეხმარებოდეს უკვე ადამიანს, ხო? რაღაც მატერიალურად ეს ძალიან აი როგორ თქვა, ფიზიკურობაზეც კი აისახება თქვენი ენერგია, ხო? ისეთი ენერგია გაქვთ და ისეთები ხართ. და მთავარ კარტს რო დავუბრუნდე, აქ არა, თქვენ ეხმარებით ადამიანებს აი აქედან რომ გამოიყვანოთ და სინამდვილეში თქვენ აი ვერავინ ვერ დაგეწევათ და ვერაფერი ვერ დაგეწევათ, ესეც შემიძლია ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა აი ამდენი ის არის ჩაგასოთ ადამიანებმა ან სიტუაციამ, თქვენ სულ გამონახავთ მაინც გამოსავალს, ასე რომ ვთქვა. თუმცა ბევრი ჭრილობა გაქვთ აქ, ბევრი ტკენა არის, ბევრი ტკივილია, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა თქვენ გახართ ფეხზე და არ ყრით ფარხმალს. კიდევ როგორია აქ სინამდვილეში მეორე პოზიცია. არ ჩერდებით, აი ძალიან მიზანდასახული აქ მეორე პოზიცია, არ ჩერდება არასოდეს. თქვენ არ ჯერდებით იმას, რაც გაგაჩნიათ. თქვენ სულ მიილტვით და მიდიხართ წინ, უფრო მეტისკენ, უფრო მეტის მიღწევა გსურთ, უფრო მეტი გსურთ. აქ არის ხო, ეგ არის. მაგრამ აქ მომენტებში მაინც შესაძლოა იყოს რისკის შიში. და მაინც რაღაც მომენტებში ბოლომდე არ ენდობოდეთ სამყაროს. და სულ გინდოდეთ კონტროლი. სიტუაციებზე, ადამიანებზე, მომენტებში, ხო? აქ ესეც იგრძნობა, რომ სულ მინდა მე ვაკონტროლო ყველაფერი, ან სულ იყოს ისე, რომ მე როგორც მინდა, ესეც არის აქ. კარგი. რჩევა. ნახოთ, მოდით რჩევა. აღარ წავიდეთ ძალიან სიღრმეებში. რადგანაც ეს საჯარო გასვლა და უფრო ისეთი მეტ-ნაკლებად ლაღი ფორმატი რო დავტოვოთ და თქვათ არ დავამძიმოთ, უბრალოდ ვიკითხოთ რჩევა, ხო? რა უფრო მეტად გამოავლინოს საკუთარ თავში აქ მეორე პოზიციამ, რა უფრო მეტად განავით. 3 მაღალი არკანი. ეს შოკია აქ. მაგია უფრო მეტად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, თქვენს მაგიურ შესაძლებლობებს მიყევით, გეშენიათ ამ შესაძლებლობების, მოადუნეთ აქ გონება.
და აი როგორ რაღაც იცი მოადუნეთ ფიქრები და უფრო წაყევით თქვენს ინტუიციას და ტრანსფორმაციულ პროცესებს, რაც თქვენში ახლაც მიმდინარეობს, ან დაიწყება. ნუ შეგეშინდებათ ამის, იმიტომ რომ ეს ტრანსფორმაციული პროცესები დაგეხმარებათ, რომ ეს ყველაფერი, რაც უკვე აღარ გჭირდებათ, საერთოდ გაუშვათ და გახვიდეთ აი რაღაც ბალანსში და ჰარმონიაში, რომ ყველაფერი შეერთდეს. აქ ძალიან ძლიერი სულიერი განვითარება, ასე რომ რჩევა არის სულიერად განვითარდით. არა ფაქტებით, შაბლონებით და ჩარჩოების გამოყენებით, არამედ გაიხედეთ იქ, სადაც აქამდე ვერავინ ვერ ბედავდა გახედვას, ან ბედავდა, მაგრამ ყველა ვერ ბედავს ამ გზით წასვლას, ასე რომ ვთქვათ. თქვენთვის არ არის ის გზა, რასაც ყველა გადის, თქვენ თვითონ ქმნით აქ განსაკუთრებულ გზას, რაც თქვენ გეხმარება და სხვებსაც ეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაუშვათ თქვენი რაღაც მომენტში რაღაც ამბიციები, ის, რაც დაკავშირებულია ზედმეტად, დაკავშირებულია მატერიასთან. არის აქ ის რჩევა, რომ კი და პირდაპირ პენტაკლების მეფე. აი ეს მიჯაჭულობები მატერიის მიმართ, ადამიანების მიმართ გავუშვით, იმიტომ რომ ეს გიშლით ხელს აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია აქ ამისგან განთავისუფლება და უფრო არამატერიალური, ფილოსოფიური კუთხით აღქმა სამყაროსი და გაცნობიერება. საკუთარი ცხოვრების უფრო მეტად არამატერიალურად, არაპრაქტიკულად. ძალიან ესეთი არკანებია, სიღრმისეული აქ. აქ ურჩევდი მეორე პოზიციას უფრო მეტად ჩაიხედოს სიღრმეში საკუთარ თავში, ცოტა ფოკუსი აი ამ მატერიალურ საკითხებიდან სხვა კუთხით სხვაგან გადაიყვანოს, საკუთარ თავზე იყვნენ შიგნით და ასევე ეზოთერული, ფილოსოფიული და ფსიქოლოგიური ლიტერატურას გაეცნოთ, ესეც ძალიან დაგეხმარებათ აქ. ძალიან ესეთია, მაგალითად ერთ-ერთი წიგნი, რაც დედაჩემმა გამიზიარა და დღეს ზუსტად აი ამ საკითხზე ვსაუბრობდით, ქვია კიბალიონი. ძალიან საინტერესო წიგნი და ძალიან საოცარია და აი აქ რადგან აი ეს საკითხი ვახსენე წიგნებზე გირჩევთ ყველას. აი მართლა საოცარია. მე ვიტყოდი აი ისეთი ფუნდამენტური წიგნია, იდეაში აი ამას უნდა ასწავლიდნენ ბავშვებს სკოლაში და არა იმ სისულელეებს, რასაც ასწავლიან ხოლმე, რაც იდეაში მე ვიზრდებით და აი რაში წავიდა ეს წლები ვერ ხვდებით. და მარტო თვით გადარჩენას ვიმუშავებდით სკოლაში, ხო? აი გაეცანით ამ წიგნს, ვისაც გექნებათ ამის სურვილი, კიბალიონი ქვია წიგნს. აი უბრალოდ ასე კიბალიონი, ინგლისურადაც არის, რუსულადაც არის, ქართულად არ არის მე მგონი ნათარგმნი. მაგრამ სიმართლე ვთქვა, ქართულად არც მომიძიებია, მაგრამ ნუ ცადეთ თუ ნახავთ, მაგრამ მე მგონი არ არის, თუმცა მოიძიეთ, იქნებ და იპოვოთ, ხო? თუ არა და აი სხვა ენებზე წაიკითხეთ. სამწუხაროდ ქართულ ენაზე ბევრი მასალა არ არის. და ხო, ნუ არც აინტერესებს ბევრს პრინციპში, ალბათ მაგით რჩება გადაუთარგმნელი. მაგრამ ნუ ვისაც გაინტერესებთ, გაეცალით. ძალიან საინტერესოა, მე პირადად ძალიან მომწონს, ახლა ვკითხულობ, არც ისე დიდი წიგნია, უბრალოდ ძალიან ფილოსოფიურია და მართლა გააზრებული წაკითხვა ჭირდება. მაგრამ ძალიან დაგეხმარებათ ყველანაირ კუთხით, პიროვნულ ზრდაში, სულიერ განვითარებაში და თქვენ ცხოვრებაშიც მოახდენს ეს ყველაფერი დიდ ზეგავლენას მერწმუნეთ. ამას დავასრულებ. დღეს ცოტა ასეთი ფორმატის გაშლა იყო, რა ვიცი, იმედია მოგეწონებათ, ვისთვისაც რეზონირდა ეს ყველაფერი, აუცილებლად დალაიქეთ, ასევე შეგიძლიათ გამიზიაროთ თქვენი უკავშირი ამ გაშლასთან დაკავშირებით და თქვენი აზრი, ხო, რა თემაზე გავაკეთოთ შემდეგი გაშლა, რა საკითხზე გავაკეთოთ შემდეგი გაშლა. ამაზეც მომწერეთ, შემეხმიანეთ ამ თემებთან დაკავშირებითაც კომენტარებში და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ სესიებზე, იქნება ეს ტარო სესია, თუ ბედის მატრიცის სესია. ასევე, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი და მოგწონთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და შეგიძლიათ ასევე, ვისაც ასევე არ გამოუწერეთ ჯერ კიდევ ჩემი ინსტაგრამი არხი, ინსტაგრამ გვერდიც ნახოთ და გამოიწეროთ, იმიტომ რომ იქ უფრო მეტად იქ კიდევ ცოტა სხვა კონტენტს ვდებ, ვიდრე YouTube-ზე. და ძალიან საინტერესოა. და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო იდეები და პროექტები მაქვს, ასე რომ ხო, გადადით იქ.
ასევე სხვა პროექტიც არის, ჩემი დედის პროექტი დინება, ესეც ძალიან საინტერესო პროექტია, სადაც ჩვენ შევაერთეთ ეზოთერია, ფსიქოლოგია და იოგა. და ერთი სიტყვით და ერთი გაგებით გადადით და ნახეთ. ძალიან ესეთია, ინფორმაციული და საინტერესო. ამაზე გემშვიდობებით და დროებით.